ეს იყო ნინა სამყურაშვილი, მადლობ ნინა. რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის ახალი კვლევები EBRD-მ გამოკითხვა 28 ქვეყანაში ჩაატარა და საერთო ჯამში 30,000-მდე რესპონდენტის პასუხები გაანალიზა, რომელი სექტორის მომსახურებაა განსაკუთრებით გაუმჯობესებული ქვეყანაში, როგორია ნდობის ხარისხი სხვადასხვა უწყებების მიმართ და რამდენად ოპტიმისტურია მოსახლეობის განწყობა. რა შედეგები აჩვენა საქართველოში EBRD-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, ამის შესახებ უფრო დეტალურად ნათია გოგსაძე ისაუბრებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოკითხვა 2006 წლის შემდეგ პირველად ჩაატარა გავლენიანი ორგანიზაციის კვლევაში 39,000 რესპონდენტი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის Life in Transition, ანუ განვითარებადი ქვეყნების ცხოვრების კვლევა ქვია, ამჯერად ავტორებმა საქართველოს ბიზნეს გარემო, დასავლურ სტანდარტებს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შეადარეს და საინტერესო შედეგიც მიიღეს. EBRD-ის გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით პირველ ადგილზეა. დაიწია თუ არა თქვენს ქვეყანაში კორუფციის დონე, EBRD-მ შეკითხვა ამ ფორმულირებით დასვა, საქართველოს შემთხვევაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ოდენობა 78% აცხადებს, რომ დაიწია, ამავე მონაცემით საქართველო პირველ ადგილზეა გამოკითხულ 28 ქვეყანას შორის. ასევე ცალკე გამოკითხვა ჩატარდა, იმის გასარკვევად მოსახლეობის რაოდენობას დასჭირდა ქრთამის გადახდა ბოლო პერიოდში, აღმოჩნდა, რომ საქართველოში მსგავსი გამოცდილება აქვს მხოლოდ 2%, ამაზე დაბალი მონაცემი არის საფრანგეთში, შვედეთში, ხოლო რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ჩვენ სამეზობლოში, მაგალითად აზერბაიჯანში გამოკითხულთა 50% აცხადებს, რომ ბოლო წლებში მას ქრთამის მიცემა დასჭირდა. საუკეთესო მაჩვენებელი კი ქვეყანას საჯარო სერვისების გაუმჯობესების კუთხით აქვს. ამ მხრივ საქართველოს კვლევაში მონაწილე 28 სახელმწიფოს შორის მეორე ადგილზე მოხვდა. ესტონეთის შემდეგ ის აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებს, მაგალითად სლოვაკეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ლატვიას და რუსეთსაც. ლიდერია საქართველოს საჯარო დოკუმენტების გაცემის კუთხით, ამ სერვისით მოსახლეობის 92%-ია კმაყოფილი, სხვათა შორის ამ სექტორში საქართველოს ესტონეთს ლიდერობა 2%-იანი სხვაობის გამოწართვა, დასავლეთ ევროპას კი 12%-ით გაუსწრო. მოქალაქეების მომსახურება ჩვენმა ქვეყანამ 2006 წელთან შედარებით საგრძნობლად 33%-ით გააუმჯობესა. EBRD-მ რესპონდენტები ცალკეული ინსტიტუტების შესახებაც გამოკითხა. კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ საპატრულო პოლიციის მუშაობით 75%-ია კმაყოფილი, 2006 წელთან შედარებით ეს მონაცემი 4%-ით გაუმჯობესდა. გავლენიანმა ორგანიზაციამ ისიც გაარკვია, თუ ვის ენდობა ყველაზე მეტად მოსახლეობა, ამ კუთხით დაბალი მაჩვენებელი სასამართლოს აქვს 38%-ით. თუმცა 2006 წელთან შედარებით სასამართლოს მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება პოზიტივისკენ არის შეცვლილი. EBRD-ის კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. აქ 250-ზე მეტი სერვისია შესაძლებელი ერთ სივრცეში. შესაბამისად, სწორედ აი ამან მოგცა ჩვენ პირველი ადგილი გამოკითხულ ქვეყნებს შორის, სწორედ აი ამან გააკეთა ის, რომ მოქალაქე ჩვენთან არის სერვისები ყველაზე მაღალ დონეზე, თუ სადმე შეიძლება იყოს მსოფლიოს მასშტაბით. ნომერ პირველი ადგილი საქართველოს საჯარო დოკუმენტების გაცემის კუთხით 28 ქვეყანას შორის დაიმსახურა. საერთაშორისო კვლევა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 5 წლიანი შუალედის შემდეგ 2011 წელს გამოაქვეყნა. EBRD-მ გამოკითხვა გარდამავალი ქვეყნების, მათ შორის პოსტსაბჭოთა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ბიზნეს გარემოს შესასწავლად ჩაატარა. კვლევის შედეგებით დაგინდა, რომ საჯარო სერვისების განვითარების კუთხით 2006 წელთან შედარებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. საქართველოში ყველაზე მარტივია ოფიციალური დოკუმენტების მიღება ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის. და მე შეგახსენეთ, რომ ამ ქვეყნებში, გამოკითხულ ქვეყნებში არის განვითარებული ქვეყნები შეყვანილი, როგორც არის საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნები. ზოგადად თუ ავიღებთ სახელმწიფო სერვისებს და მომსახურებებს, ჩვენ ვართ მეორე ადგილზე, მხოლოდ ესტონეთი გვისწრებს ამ კუთხით. საერთაშორისო კვლევაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კორუფციის კლების მაჩვენებელია. გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია შემცირდა. EBRD-ის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით მინიმუმამდეა დაყვანილი იმ ადამიანთა ოდენობა, რომლებსაც ქრთამის გადახდის გამოცდილება აქვთ. ამ პარამეტრში საქართველოს ანალოგიური შედეგი აქვს ასევე გავლენიანი ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობის ბარომეტრითაც. პროპორციაზე ნაკლები ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია პრობლემა აღარ არის ნამდვილად. ანუ ეს მონაცემები არის ჩვენთვის ძალიან დამაიმედებელი და ჩვენ გავაგრძელებთ ისეთივე შემართებით მუშაობას და ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, აღმოფხვას ასევე იმ კორუფციის მიზეზებისა, რომელიც იწვევს ზოგადად ამ სამართალდამხობებს ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოში და საბოლოო ჯამში შევეცდებით, რომ ეს პრობლემა დავუხუროთ საქართველოში.
EBRD-ის მიერ ჩატარებულ კვლევებში ის გამოწვევები და პრობლემებიც გამოიკვეთა, რომლის წინაშეც ქვეყანა ამ ეტაპზე დგას. მათ შორის არის მოსახლეობის კმაყოფილება ცხოვრების დონით. ამ პარამეტრის მაჩვენებელი დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალია. გარდამავალ ქვეყნებთან მიმართებაში კი თანაბარი. საქართველოში ცხოვრების დონით კმაყოფილი 25%-ია. განვითარებად ქვეყნებში 23%, ხოლო დასავლეთ ევროპაში საკუთარი საცხოვრებელი პირობები გაცილებით უფრო მეც 72%-ს მოსწონს. გამოწვევებად რჩება კვლევის თანახმად ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელი, რომელიც არის დაბალი სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა შესამჩნევად მაღალია ოპტიმიზმის მაჩვენებელი, მოსახლეობა არის იმედით განწყობილი მომავლის მიმართ და ძალიან მისასალმებელია. დასავლეთ ევროპასთან შედარებით საქართველოში გაცილებით მაღალია მოსახლეობის ოპტიმისტური განწყობა. ამ მაჩვენებლით საქართველო ტრანზიტულ ქვეყნებსაც უსწრებს. მაშინ, როდესაც ევროპაში იმედიანი განწყობა საზოგადოების მხოლოდ 20%-ს, გარდამავალ ქვეყნებში 50%-ს, საქართველოში კი 60%-ზე მეტ პროცენტს აქვს. ეს ლიკვიდობის κρიზისი, რომელიცაც მოყვა საფინანსო κρიზისი, პირდაპირ საქართველოს არ შეეხო. იმის გამო, რომ მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისს ქართული ფინანსური სექტორი კარგად გაუმკლავდა და რეფორმები დაჩქარებული ტემპით გაატარა ბანკების მიმართ, მოსახლეობის ნდობა გაიზარდა. EBRD-ის კვლევაში ქართული საფინანსო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის ნდობა 60%-ით არის განსაზღვრული. დასავლურ მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ უსწრებს. ევროპაში საბანკო სექტორს მხოლოდ 25% ენდობა. საქართველოში საბანკო სექტორის მიმართ ნდობის დას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ საქართველოს საბანკო სისტემამ შედარებით ადვილად გადაიტანა გლობალური ფინანსური კრიზისი და გზდა განაგრძო. თვითონ რაც შეეხება ციფრებს, შიში გამოხატულ ზდას, დეპოზიტები საკმაოდ სწრაფად იზრდება. ამჟამად 5 მილიარდს გადააჭარბა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის. ცნობისათვის კრიზისამდე 3 მილიარდის ფარგლებში იყო. ასევე გაიზარდა ეკონომიკის დაკრედიტება. საერთაშორისო კვლევის თანახმად გამოკითხულთა დიდი ნაწილი ენდობა ჯარს, პრეზიდენტს და ეკლესიას. საპატრულო პოლიციის მუშაობით კი საკმაოდ დიდი ნაწილია კმაყოფილი. მე შეგახსენებთ, რომ საკმაოდ საინტერესო კვლევა საქართველოსთან მიმართებაში ჩატარებული აქვს ისეთ გავლენიან ორგანიზაციას, როგორც არის Transparency International-იც და კორუფციასთან მიმართებაში საქართველოს მონაცემი ემთხვევა EBRD-ის მიერ ჩატარებულ კვლევას. ამ კვლევაში საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ნომერ 1 ქვეყნად არის მოხსენიებული.